გამარჯობა. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია. დღეს არის პროტესტის 216 დღე. ისევ ტრადიციულად ვაორგანიზებთ ლექციებს სხვადასხვა საინტერესო თემებზე. დღეს გვაქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შეეხება ჩვენს მომავალს, ვინაიდან ლექციის სათაური იქნება როგორ დავიცვათ შვილების ციფრულ გარემოში და ჩვენი მომხსენებელი იქნება ანზორ მეხრიშვილი და გადავცემ სიტყვას. მოგესალმებით ყველას. დავიჭირო რომ ისმოდეს. ოკეი, ახლოს. გამარჯობა. გახლავართ ანზორ მეხრიშვილი. ჩვენ დღევანდელი სემინარის თემა იქნება როგორ დავიცვათ შვილები ციფრულ გარემოში და დარწმუნებული ვარ რომ მეტნაკლებად ვინც მშობელი ხართ გარკვეულ დონეზე ყველას გაწუხებთ ის თუ რა დროს შეიძლება ატარებდეს თქვენი შვილი მობილურ ტელეფონში, პლანშეტში, კომპიუტერში, ციფრულ გარემოში, რაზე შეიძლება კონდეს მას წვდომა, რა საფრთხეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და ასე შემდეგ. ვეცდები რომ ეს თემა მაქსიმალურად თქვენთვის საინტერესო ფორმატში გავშალო. კითხვა თუ გექნებათ, მოდი დაველოდებით პრეზენტაციის დასრულებას და სანამ ის აქტუალურია, ასე ვთქვათ, გამაწყვეტინეთ და ასვით კითხვა. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივი მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება მაქვს აუდიტორიასთან მუშაობის, თქვენდაის ძვირფას აუდიტორიასთან აქამდე არ მქონია შეხება და ძალიან დიდი პატივია თქვენთან ამ თემებზე საუბარი. რამდენი ხართ მშობელი, ხელისაწევით? რამდენს ყავთ შვილი? და რამდენს ყავთ თქვენ შვილებს, რამდენს აქვთ სმარტფონი? აქვთ მათ სოციალური ქსელები. სოციალური ქსელი არ არის მარტო Facebook-ი. ის შეიძლება იყოს Instagram-ი, თუნდაც WhatsApp-ი, TikTok-ი და ასე შემდეგ. ონლაინ თამაშები ცალკე სამყაროა, Roblox-ი მათ შორის კი. ცუდია თუ არა რომ მათ ინტერნეტზე წვდომა აქვთ ადრეულ ასაკში. რა თქმა უნდა არაა ცუდი. ინტერნეტი გვეხმარება იმაში რომ ბატონო რით განსხვავდება დღევანდელი რით განსხვავდება დღევანდელი ბავშვი თუნდაც ჩვენი თაობის ბავშვებისგან, ხო? მათ პირველ რიგში აქვთ შეუზღუდავი წვდომა და ძალიან მარტივი წვდომა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე. ეს ინფორმაცია უმეტეს შემთხვევაში მოდი ასე ვთქვათ, რელევანტურია მათთვის, სარგებლის მომცემია, თუმცა შეიძლება იყოს ასე ვთქვათ უსარგებლო ინფორმაციაც. ინტერნეტი გვაძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას, ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს რაღაცა ციფრული, ასე ვთქვათ, არხების მენეჯერი ან ზოგი თქვენგანისთვის, ან ჩვენგანისთვის ინტერნეტი და ციფრული გარემო ფულის შრომის საშუალებაც იყოს. და ინტერნეტი მოდი ასე ვთქვათ, ზრდის შესაძლებლობებს. მიდგომა ის რომ მოდი შვილს შეუზღუდოთ ზოგადად ინტერნეტზე წვდომა და მას საერთოდ არ ქონდეს ციფრულ გარემოზე ურთიერთობა, ეს ცალსახად არ არის გამოსავალი და პირიქით თუ ასეთი მკაცრი შეზღუდვები გვექნება შვილებისთვის, შეიძლება უარეს შედეგით მივიღოთ. უარეს შედეგი შეიძლება იყოს ის რომ თავის თანატოლებთან შედარებით ნაკლებად განვითარდეს, ნაკლებად ქონდეს ისეთ ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც მის კლასელს, მეგობარს და ასე შემდეგ აქვს. და უბრალოდ დაიჩაგროს ის იმ საზოგადოებაში, რომელშიც ის ცხოვრობს. ანუ მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად ვიურთიერთოთ შვილთან, სწორი, ასე ვთქვათ, message box-ი გქონდეს და ვმართოთ თვითონ პროცესი, ვიდრე უბრალოდ ავკრძალოთ მკაცრად და უბრალოდ წვდომა არ მივცეთ მას რესურსებზე. პატარა სტატისტიკა და ძირითადად ესეთი სტატისტიკა არის ამერიკის შეერთებული შტატების ბავშვებზე და ზოგადად ამ სოციუმზე, ანუ საქართველოში ნაკლებად ტარდება სამწუხაროდ კვლევით საქმიანობები ნაკლებია და გარკვეული სტატისტიკა ნაკლებია ქართული რეალობისთვის. ანუ სოციალური მედიის გამოყენების თვალსაზრისით 8-11 წლის შუალედის ასაკის ბავშვების 44%-ს აქვს უკვე სოციალური მედია. ხოლო 12-15 წლის შემთხვევაში ეს პროცენტული მაჩვენებელი 87%, ანუ პრაქტიკულად ყველას აქვს უკვე ასე ვთქვათ სოციალურ მედიაზე წვდომა. 8-11 წლის მოზარდების 64% სხვადასხვა ტიპის ჩათებს და მესენჯერებს იყენებს თანატოლებთან ან ნებისმიერ სხვათან კომუნიკაციისთვის, შევა მშობლებთან და ასე შემდეგ. ანუ როცა გააქვს უკვე აკაუნტი, ასე ვთქვათ, ანგარიში ასეთ ტიპის პლატფორმებზე, პრინციპში შეგიძლია უკვე ნებისმიერთან დაამყარო კომუნიკაცია.
ხოლო 12-15 წლის შუალედში პრაქტიკულად ყველას აქვს, უკვე 91%-ს აქვს აღნიშნული ტიპის აპლიკაციებზე ცდომა. და ყველაზე ხშირი გამოყენება რას აქვს ინტერნეტში 5-დან 15 წლის ბავშვებს, ვისაც ასე ვთქვათ, ცდომა აქვს უკვე ციფრულ სამყაროსთან. პირველ ადგილზე დგას ვიდეო შეარინგი, განსაკუთრებით პოპულარული გახდა ეს კონტენტი, ასე ვთქვათ, TikTok-ის ბაზარზე შემოსulis მერე და მსგავსი პლატფორმების შემოსulis მერე, მათ შორის ვთქვათ Instagram-იც. შემდეგ არის ვთქვათ, იგივე თუნდაც ვიდეო კონტენტის გაშიარება, ბროდკასტინგი და თამაშები, რა თქმა უნდა. წაგანაკ ახსენეთ კიდეც PUBG თუნდაც, Call of Duty და მსგავსი ტიპის თამაშები, იგივე თუნდაც Roblox-ი, რომელიც ერთ-ერთი პოპულარულია დღევანდელ ბავშვებში, რადგან ეს არის პლატფორმა, რომელზეც მრავალი ტიპის განსხვავებული შინაარსის თამაში, ანუ ერთ პლატფორმაში შეგიძლია ერთი თამაში ითამაშო, მე იქიდან გადახვიდე მეორე თამაში. თუ თქვენ ბავშვობაში მაგალითად იყო ისეთი თამაში, რომელიც დისკზე ვიყიდით, ან ინტერნეტიდან გადმოვწერდით და ვთამაშობდით, მას ჰქონდა დასაწყისი და დასასრული, ხო? ანუ ვიცოდით, რომ რაღაცა ფინალში უნდა გავსულიყავით, პირობითად დრაკონი მოგვეკლა და ამით თამაში დამთავრდებოდა. მიზანი ჰქონდა, რაც შეიძლება მიგვეღწია. დღევანდელ რეალობაში, როცა ონლაინ თამაშობენ ბავშვები, ასეთი ტიპის პლატფორმებზე, მათ პრაქტიკულად არ სრულდება თამაში, ანუ მუდმივად ონლაინში არის თქვათ იგივე რაღაცა რესურსების დაგროვება, რაღაცების შენება, თუნდაც რაღაცა ძალისმიერი პირობითად თამაშები და ასე შემდეგ, რომელიც არ მთავრდება, ანუ მუდმივად ჩართული არის საათობით, დღეები შეიძლება ესე გავიდეს, რომ ბავშვი ასე თქვათ ვერ გამოვიყვანოთ ამ გარემოდან. და საბოლოო ჯამში მივიდივართ იმაზე, რომ ბავშვები, ვისაც სოციალურ ქსელში და ზოგადად ციფრულ სივრცეში ხშირი ცდომა აქვს, მას რა თქმა უნდა უწევს იგივე თანატოლებთან ურთიერთობა, სხვა სოციუმთან ურთიერთობა, რომელთანაც ფიზიკური სოციალური ურთიერთობა არ აქვს და ხშირ შემთხვევაში ისინი აწყდებიან ეგრეთ წოდებული კიბერბულინგის შემთხვევებს. ანუ კიბერბულინგი იგივე ბულინგია, ოღონდ ციფრულ სივრცეში, ეს არის ასე ვთქვათ დაჩაგვრა, შეურაცხყოფა, დაშინება, რომელიც ხორციელდება ტექნოლოგიურ სივრცეში, ციფრულ სივრცეში და დღევანდელი ჩვენი თემა სწორედ შეეხება კიბერბულინგს და იმას თუ როგორ შეიძლება დავიცვათ შვილები აღნიშნული საფრთხისგან. კიბერბულინგის მაგალითები რა შეიძლება იყოს, ხო? ეს შეიძლება იყოს თქვა შეურაცხმყოფელი ინფორმაციის თქმა, ასე ვთქვათ, ერთმანეთისთვის, ეს იქნება სხვადასხვა ტიპის ჩათები თუ სოციალურ მედიაში, სხვადასხვა ტიპის ჭორების და ყალბი ინფორმაციის გავრცელება ერთმანეთზე, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად ისახება ახალგაზრდაზე, დამცინავი ფოტოების ან ვიდეოების გაზიარება თანხმობის გარეშე და ნუ პრინციპში თანხმობითაც ვერ ვიტყვით, რომ თქვათ ეს სასიამოვნო შეიძლება იყოს, ყალბი პროფილების შექმნა ერთმანეთის დისკრედიტაციისთვის, თუნდაც ჩვენსავე თაობაში ხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეიძლება ჩვენი სახელით შეიქმნას ეგრეთ წოდებული ყალბი პროფაილი, თუნდაც სოციალურ ქსელში, რომელიც დააყენებს იგივე ფოტოს და დაიწყებს არასასურველი კონტენტის და მესეჯ ბოქსის გაშიარებას სოციალურ ქსელში, გაუგზავნის მეგობრობის თხოვნას, ასე ვთქვათ, ჩვენს მეგობრებს. შეიძლება შეგხვედრათ ისეთ შემთხვევები, როდესაც ასე ვთქვათ, ფულის გამოძალვის ფაქტები შეიძლება იყოს ლეგიტიმური პროფაილის სახელით, რომელიც მე როდესაც უკვე თანხების ჩარიცხვა ხდება, მე აღმოვაჩენთ, რომ თურმე ან მისი ანგარიში გაუტეხავთ, ან ყალბი პროფაილი გაუკეთებიათ და კონკრეტული ადამიანის სახელით გთხოვდნენ, ასე ვთქვათ, ფულის ჩარიცხვას და ასე შემდეგ. და არასასურველი ჯგუფებში ჩართვა ან პირიქით მათგან გარიცხვა, ხო? ხშირ შემთხვევაში ბავშვისთვის შეიძლება ზიანის მომტანი იყოს ის, რომ ისეთ ჯგუფში მოხვდეს, სადაც მისი ასაკისთვის და ფსიქიკისთვის არასაჭირო ინფორმაცია და კონტენტი იდება, ან პირიქით რაღაცა ჯგუფის წევრია, ის გრძნობს იმ ჯგუფის ნაწილად და პირიქით ის ასე ვთქვათ, ვიღაცის мотиваციის გამო ამ ჯგუფიდან გააგდეს, გარიცხეს და ამან იქონიოს, ასე ვთქვათ, უარყოფითი გავლენა შემდეგ უკვე ბავშვზე. რა არის შედეგი კიბერბულინგის? კიბერბულინგის შედეგი გვაქვს ის, რომ ბავშვი შეიძლება ამან გამოიწვიოს შფოთვა, გაუწყობება თანატოლებისგან და იმ სოციუმისგან, სადაც ის, ასე ვთქვათ, ურთიერთობს, ასე ვთქვათ, სირთულეები აკადემიურ და სოციალურ შემთხვევებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩაკეტილი გახდა ბავშვი, აღარ აქვს კომუნიკაცია თანატოლებთან, ცუდ ნიშნებს იღებს სკოლაში, ასე ვთქვათ, გულს ვერ უდებს, ან მეტ დროს ხარჯავს სოციალურ მედიაში და ასე შემდეგ. და სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ბავშვი შეიძლება მივიდეს სუიციდის შემთხვევამდე, ყოველივე ასე ვთქვათ, ზემოთ ნახსენები მაგალითების გამო. სამწუხაროდ ამის მაგალითები გვაქვს ქართულ რეალობაშიც და ნუ ამ შემთხვევაში მოყვანილი მექნება
გახმაურებული შემთხვევები ევროპიდან და ამერიკიდან. სად ხდება კიბერბულინგი? ხო, პრაქტიკულად კიბერბულინგი შეიძლება მოხდეს ყველგან. თუ ჩვენ თამაშობთ ონლაინ თამაშს, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ იმ სერვერზე, რომელზეც ჩვენ ვართ ასე ვთქვათ შესული და სადაც ვთამაშობთ, პარალელურად მიმოწერა გქონდეს სხვებთან, ვინც იმავე სერვერზე არიან დაჯოინებული, ხო? კიბერბულინგი შეიძლება ხდებოდეს სოციალურ მედიის ჯგუფებში, პირად მიმოწერებში, თუნდაც არის კლასის პირობითად სხვადასხვა ტიპის ჩათებში და ასე შემდეგ. და მათ შორის ისეთ თქვა პლატფორმებზე, როგორც არის YouTube, Discord და მსგავსი ტიპის აპლიკაციები. ანუ როგორც წესი აქ ერთმანეთს წერენ ადამიანები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანი იზიარებთ იმას, ახლა სოციალურ ქსელში ნებისმიერი რაც არ უნდა კარგი პირობით ახლა ბოლო დროს აქტუალური რაც იყო, ხო, გაიმარჯვა თქვა ილია თოფურიამ და ეს გაგვიხარდა მთელ ერს. თუმცა თუ ჩასქროლავთ ამ სასიხარულო პოსტებს, ნახავთ, რომ იქ პირობითად 20% კომენტარების არის ლანძღვაგინება, უარყოფით ნეგატივი და ასე შემდეგ. შეიძლება ჩვენთვის ეს არის არ წარმოადგენს პრობლემას, მაქსიმუმ ნერვები მოგვეშალოს და 5 წუთში დაგვავიწყდეს, მაგრამ ბავშვზე, მოზარდზე, 8, 12, 13 წლის ახალგაზრდაზე ესეთი ტიპის კომენტარები და დამოკიდებულება განსაკუთრებით თუ ეს ეხება პირადად მას, ან ისეც ვინც მისთვის მნიშვნელოვანია, შეიძლება იყოს სპორტსმენი, მუსიკოსი, არ აქვს მნიშვნელობა, ის მასზე, ასე ვთქვათ, უარყოფით გავლენას ახდენს. ეს არის პატარა სტატისტიკა, ნუ ისევ და ისევ, ასე ვთქვათ, ვეყრდნობით ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს და კვლევის შედეგებს. Instagram-ი არის პირველ ადგილზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდება კიბერბულინგი და ხდება, ასე ვთქვათ, ბავშვების დაშინება, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. შემდეგ მოდის Facebook-ი, Snapchat-ი და ასე შემდეგ. პირველ ადგილზე ვხედავთ, რომ არის ძირითადად მეტას პროდუქტები, რომ დავაკვირდეთ ჩვენს ერთ-ერთი, ხო, ისმის. რომ დავაკვირდეთ პრინციპში ჩვენს ბავშვებსაც, ძირითადად ხდება, თქო, WhatsApp-ის, Instagram-ის და Facebook-ის გამოყენება. YouTube-ის და TikTok-ის პოპულარობაც დღე იზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ტიპის პლატფორმებზე იდება ეგრეთ წოდებული შორტები, 7-10-15 წამიანი ვიდეოები, რომელსაც უბრალოდ სკროლავს ახალგაზრდა კონცენტრაციას იმ კონტენტზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ალბათ დღესდღეობით ონლაინ თამაშებიდან არის თქვათ ეს Roblox-ი და Fortnite-ის ტიპის თამაშები, სადაც შე შემთხვევაში კონტენტი შეიძლება იყოს გარკვეულწილად შემზარავიც, ახლა შეიძლება ჩვენ ბევრი საშინელება ფილმი გვაქვს ნანახი, ბოლო-ბოლო 90-იანები გვაქვს გამოვლილი და ესეთ რაღაცები არ გვაშინებს, მაგრამ ისე ხო ახეთი ბავშვი, რომელიც პირობითად ბნელ ოთახშია, საწოლში წევს, მხოლოდ მოწყობილობის ეკრანი ანათებს და მთელი ასე ვთქვათ, ქვეცნობიერი და ცნობიერი ჩართული არის თამაშის სიუჟეტში, უცებ ბნელ ოთახში ესეთი არსება გამოგიხდება, ამიტომ გრძელვადაში ესეთი ტიპის თამაშები ბავშვების ასე ვთქვათ, ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ასეთი ტიპის თამაშები იწვევს კიდე ბავშვებში დამოკიდებულებას. როგორც აღარ არ ხდება პრაქტიკულად თამაშების დასრულება, ანუ სიუჟეტი არის განგრძობადი, არ მთავრდება ლოგიკური დასასრული თამაშს არ აქვს და მუდმივად მოთხოვნილება აქვს, რომ იყოს თამაში. იმდენად სწრაფად გაჩნდა, რომ ამ თამაშში რომ ის პრაქტიკულად ვერაცნობიერებს, ისე შეიძლება გათენდეს, დაღამდეს და ასე შემდეგ, ხო? გარდა ამისა, როგორც ვახსენე, ასეთ ტიპის თამაშებში ხშირი არის კომუნიკაცია თანატოლებთან, კლასელი იქნება, საერთოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება, უცხოელი იქნება და ასე შემდეგ. ასეთი ტიპის გარემოში არ აქვს უკვე მნიშვნელობა ეროვნებას, არ აქვს მნიშვნელობა ლოკაციას, სად იმყოფებიან ესენი და მათ კომუნიკაცია აქვს ნებისმიერთან, ვინც ამ გარემოში შეიძლება რომ შემოვიდეს. ასეთი ტიპის თამაშებში პოტენციურად შეიძლება თამაშობდეს ზრდასრული მოთამაშეც, რომელიც მიზანით შეიძლება იყოს პირიქით არასრულწლოვანებთან კომუნიკაციის დამყარება თამაშების მეშვეობით, დობის მოპოვება, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს ბავშვისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ დარწმუნებული ვარ, გქონიათ, გაგებული მაინც გექნებათ ისეთ შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანს პირობითად მისი სიშველი ფოტოები გააგზავნინეს ან მშობლების შესახებ ინფორმაცია გააგზავნინეს და ასე შემდეგ.
და როდესაც აცნობიერებს ბავშვი უკვე გარკვეული პერიოდის მერე ის გარკვეული მსხვერპლია, მიუხედავად იმისა, რომ ნდობაა მოპოვებული, ასე ვთქვათ, მისი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ბავშვი მივიდეს საერთოდ თვითმკვლელობის შემთხვევამდეც. საერთოდ აუკრძალოთ ბავშვებს თამაშები? ჩემი პოზიცია რომ არ უნდა აუკრძალოთ თამაშები. მას აქვს დადებით უარყოფითებზე ვისაუბრეთ ასე თუ ისე და იგივე თუნდაც ის რომ ასეთი ტიპის სერვერებზე და თამაშებში მას ურთიერთობა აქვს უცხოელ თანატოლებთან, მან შეიძლება ადრეულ ასაკში გამოიმუშაოს ის რომ ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად ახდენდეს კომუნიკაციას თანატოლებთან და ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის თამაშებში უფრო ადვილად სწავლობს ენას და ხვედს, დიალექტს, სიტყვათა მარაგს იუმჯობესებს, ვიდრე შეიძლება თქვათ რეპეტიტორთან რო ვატაროთ. ანუ მას აქვს თავის დადებითი მხარეები, თქვათ მან შეიძლება გარკვეულწილად კრეატიული აზროვნება და ფანტაზიის განვითარებაც გამოიწვიოს. ასეთი ტიპის თამაშებში ხშირად არის ისეთი სიუჟეტი, როდესაც მიზანი არის რომ გარკვეული რესურსი დააგროვო, ეს რესურსი მე რაღაცაში გაცვალო. ანუ გარკვეულწილად ისახავ მიზანს ბავშვი ასეთი ტიპის თამაში, რომ მიხვიდე გარკვეული ტიპის შედეგამდე და ამ შედეგისთვის გააკეთო გარკვეული გათვლები. ანუ ესეთი ტიპის თამაშებიც და პრინციპში შეიძლება ნებისმიერი ტიპის თამაშიც, მათ შორის თუნდაც ავიცი PUBG რაც ვახსენეთ, გარკვეულწილად გივითარებს იმას, რომ დასახულ მიზნამდე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და გათვალო გარკვეული ასე ვთქვათ, ქმედება იმისათვის, რომ მიიღო ის, რაც გინდა. ან პირობითად თუნდაც PUBG შემთხვევაში, ან ჩასაფრება გააკეთო ისე, ან იარაღი აიღო ისე, რომ მაგალითად მოწინააღმდეგისთვის იყო, ასე ვთქვათ, შეუმჩნეველი მაქსიმალურად თუნდაც, ხო, რომელიც შეიძლება რომ გაიზრდება და პირობითად თავდაცვის სამინისტროში პირობითად დასაქმდება, მას შეიძლება ის ბავშვობის თამაშები გამოადგეს გარკვეულწილად და უფრო სწრაფად აითვისოს გარკვეული მეთოდები და ტაქტიკები პირობითად შემდეგ უკვე ძალისმიერ სპორტში, ვიდრე სხვა თანატოლ, რომელსაც პირობითად ესეთ თამაშებთან შეხება არ ქონია. ანუ ცალსახად, როგორც დავიწყე, მიმაჩნია, რომ უბრალოდ აკრძალვა ბავშვისთვის კარგი არ არის ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო და გარდა იმისა, მან შეიძლება ასე ვთქვათ, გარიყულად, დაჩაგრულად და უფრო ნაკლებად იგრძნოს თავი, თვით შეფასებად აქვეითებული გახდეს თავის თანატოლებთან შედარებით. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? თუ არ ვუკრძალავთ და ნებას ვაძლევთ, რა გავაკეთოთ მაშინ, რომ რაღაცა შუალედი დავიცვათ, ხო? პირველ რიგში საჭირო არის მუდმივი კომუნიკაცია ბავშვთან. ახსნა იმისა, რომ თამაშს არ უშლით, თამაშს აქვს თავისი ადგილი, სწავლას ადგილი, მეგობრებთან ეზოში ფეხბურთის თამაშს ან წრეში ბურთს პირობითად თავისი ადგილი, წიგნის კითხვას თავისი ადგილი და ასე შემდეგ. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან შევთანხმდეთ იმაზე ჯელტმენურად, მეგობრულად და არა ასე ვთქვათ, მშობლის მხრიდან კაცრი მოთხოვნის ასე ვთქვათ საფუძველზე, რა წესები, თამაშის წესები შევთანხმდეთ ბავშვთან პირველ რიგში. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვთქვათ 2 საათი მას ექნება დღეში დრო, რომ ითამაშოს, ოღონდ სანაცვლოდ პირობითად 2 საათი იმეცადინოს, 8 საათი ეძინოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია რომ მშობელი აკვირდებოდეს კიდე ბავშვის ქცევასაც, ანუ რა გავლენას ახდენს მასზე ესა თუ ის თამაში, წვდომა სოციალურ მედიაზე და ასე შემდეგ. ხომარ ხშირ შემთხვევაში უმეტეს ჩვენგანი სამსახურში ვართ გასული მთელი დღის განმავლობაში, ბავშვთან შეიძლება დაძინებამდე 2 საათი გვიწევდეს ურთიერთობა, შეიძლება ბავშვს ძიძა ზრდიდეს და ასე შემდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თუნდაც ის მცირე დრო, რომელიც შეიძლება ბავშვთან ერთად გავატაროთ, დავაკვირდეთ იმას, ხوار შეიცვალა მისი დამოკიდებულება, ხوار შეიცვალა მისი ხასიათი და ასე შემდეგ და ვეცადოთ რომ ამის მიზეზი დავადგინოთ და ასე ვთქვათ პრევენციული ქმედება დროულად მივიღოთ. გარდა ასე ვთქვათ ჩვენი კომუნიკაციისა ბავშვთან არსებობს სხვა ტიპის ტექნოლოგიური, ტექნიკური გადაწყვეტილებები, პროგრამული გადაწყვეტილებები, რომელთაც შეგვიძლია უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმების გავაკეთოთ იმ მოწყობილობაზე, რომელსაც ბავშვს უყიდით, რომელსაც ის იყენებს. მაგალითად მე თუ ტელეფონი, პირველი ტელეფონი მქონდა, მობილური ტელეფონი, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჩემ შვილს მაგალითად მეორე კლასთან აქვს მობილური ტელეფონი და ის რომ ბავშვს არ მივცეთ მობილური ტელეფონი, ისევ და ისევ იქამდე მივალთ, რომ მის კლასელებს აქვს, ის დაჩაგრულად გრძნობს თავს და ასე შემდეგ. გარდა ამისა ჩვენც მუდმივად გვჭირდება კომუნიკაცია შვილთან, რათა ვნახოთ თქვა სად არის, რა უჭირს, სტრესზე დროულად მივიდა თუ არ მივიდა, სახლში რატო იგვიანებს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენც გვჭირდება მასთან კომუნიკაცია. შესაბამისად ადრეულ ასაკში უკვე ნორმა გახდა დღეს რომ ბავშვებს ჰქონდეთ მობილური ტელეფონები, პლანშეტები და წვდომა სხვადასხვა ტიპის ჩათებზე ან სოციალურ ქსელზე ან ისეთ პლატფორმებზე, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია მათთან
კომუნიკაცია, მაგრამ მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ და უკვე ამ ეგრეთ წოდებული parental კონტროლები არის ეგეთი სხვადასხვა ტიპის აპლიკაციები, რომელიც მუშაობს როგორც Android-ზე, ესე iOS-ის სისტემებზე და ამაზე ასე ვთქვათ პრეზენტაციის ბოლოში კონკრეტულად გეტყვით, რომელი ხელსაწყოების გამოყენება შეიძლება და რა შესაძლებლობები აქვს ამ აპლიკაციებს. ორი გახმაურებული შემთხვევა მოვიყვანე, როდესაც მოზარდის მიმართ დამცინავს აქციელს ან უხეშ ხუმრობას მიუყვანია ადამიანი მოზარდი ასე ვთქვათ სუიციდის შემთხვევამდე. პირველი შემთხვევა არის კანადის შემთხვევა, სადაც 15 წლის ამანდამ YouTube-ზე ატვირთა ვიდეო და ასე ვთქვათ შემდეგ გამოიყენეს ეს ვიდეო იმისთვის, რომ დაეშანტაჟებინათ ეს ბავშვი. საბოლოო ჯამში ეს გადაიზარდა უკვე იმაში, რომ ამ ბავშვმა სუიციდით დაასრულა შემთხვევა. და მეორე იყო ტაილერ კლემენტის შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც მას უჩუმრად გადაუღეს ვიდეო საერთო საცხოვრებელში და გამოაქვეყნეს, რაც ერთის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიმინალური შემთხვევაა, მაგრამ ასეთი ტიპის ფაქტმა საბოლოო ჯამში ეს ბავშვი მიიყვანა თვითმკვლელობამდე. რით განსხვავდება კიბერბულინგი ჩვეულებრივი ბულინგისგან, ხო? პირობითად ქუჩაში თუ ჩვენ, რა ვიცი, 90-იანებში მაგალითად თანატოლი იქნებოდა თუ არის გამულელი, პირობითად შეიძლება დავებულინგებინეთ, ან დღეს ყველამ ვიცით ქუჩაში რა ხდება, თუნდაც სამართალდამცავები გვაბულინგებდნენ. ინტერნეტში და ის არის, ანუ ფიზიკური ბულინგი არის დასაწყისი და დასასრულია, ხო? ანუ ის არ გრძელდება უსასრულოდ. ბოლო-ბოლო გაეცლები იმ სიტუაციას და იმ მომენტში ის ბულინგი ვრცელდება, მთავრდება მიუხედავად იმისა, რომ მან გარკვეული ზეგავლენა შეიძლება ჩვენზე მოახდინოს. ინტერნეტში 24/7-ზე არის ბულინგი, ყველა ხედავს, ანუ ერთი ადამიანი რო უხეშად მოგმართავს, სადღაც კომენტარში, ის შეუძლია 1000-ობით და 10000-ობით ადამიანმა ნახოს, გადაზიარდეს და ასე შემდეგ, რაც მოზარდზე და პრინციპში ნებისმიერ ჩვენგანზე შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს ის, რომ გვაქვს გარკვეული სტატუსი საზოგადოებაში და როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ სოციალურ ქსელში ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგვეყენა, არ გვსიამოვნებს ის, რომ ამ შეურაცხყოფელ კონტენტს ის სოციუმი, რომელიც ამ სოციალურ ქსელში ახულობს. ხო, ნუ 24/7-ზე ანუ ეს ხელმისაწვდომობაზე ვისაუბრეთ. მათ შორის არის ერთ-ერთი ანონიმურობა, ანუ არ ვიცით შეურაცხყოფას ვინ გვაყენებს, ვინ გვაბულინგებს, ხო? ხშირ შემთხვევაში იქნება fake პროფაილები და გიორგი მაგალითად შეიძლება იდგეს და უბრალოდ ასე ვთქვათ ლანძღავდეს მისთვის არასასურველ ადამიანებს, ხო? უბრალოდ ასეთ შემთხვევაში ბავშვთაც უნდა აუხსნათ, რომ ესეთი ადამიანები მაგათ დაბლოკოს და პრინციპში ჩვენთვისაც პრინციპში ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება უბრალოდ ასეთი ადამიანები გარშემო არ ყვავდეს. თუ თქვა საჯაროდ ხდება ეს, უბრალოდ ან დააბლოკოთ, ან დავარეპორტოთ და ასე შემდეგ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ესეთი ადამიანები, რომლებიც მიზანი არის რეალურად სხვისი მდგომარეობიდან გამოყვანა, სხვისი შეურაცხყოფა, დეზინფორმაციის გავრცელება თუნდაც მაქსიმალურად დააბლოკოთ, დავარეპორტოთ და ასე შემდეგ. და რაც ყველაზე მთავარია, ესეთი ტიპის აქტივობები შეიძლება განვიხილოთ როგორც კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ფორმა და იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად მიუწვდომელია ხოლმე კიბერდანაშაული დროს ის თუ საიდან ხდება თუნდაც ბულინგი, კიბერშეტევა და ასე შემდეგ. პრაქტიკულად გაუხსნელია თქვენ თუ ნახავთ თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ოფიციალურ სტატისტიკას სხვადასხვა ტიპის დანაშაულების გახსნადობასთან და დარეპორტებასთან დაკავშირებით, ნახავთ რომ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად რეპორტდება კიბერდანაშაული და ყველაზე ნაკლები გახსნადობა აქვს კიბერდანაშაულს. პრაქტიკულად 15-20%-ს არასდროს არ აღემატება გახსნადობა, ანუ ყოველი 10 შემთხვევიდან 2-ზე მეტს ვერ ხსნის შინაგან საქმეთა სამინისტრო. არა იმიტომ რომ არ შეუძლია, არამედ იმიტომ რომ პრაქტიკულად შეუძლია, ანუ მსგავსი სტატისტიკა არის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, პრაქტიკულად შეუძლებელია რომ მიხვიდე იმ საწყის წერტილამდე, საიდანაც ასეთი ტიპის შეტევა, ბულინგი და ასე შემდეგ მომდინარეობს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება დანაშაული ხდებოდეს არა იმ კომპიუტერიდან, რომელიც სადაც ზის მომხმარებელი, არამედ ამ კომპიუტერის გავლით შედიოდეს სხვა სერვერზე, იქიდან კიდე სხვა სერვერზე და მე ახდენდე რეალურად იმ მავნექმედებას, რომელიც ამ ციფრულ სივრცეში გათვალისწინებული იყო და რეალურად ის IP მისამართი და ის საწყისი წერტილი, საიდანაც რეალურად განხორციელდა უკვე ეს მავნექმედება, პრაქტიკულად მიუწვდომელი რჩება.
რატო არ ხდება კიბერბულინგზე დროული რეაგირება? პირველი ალბათ ყველაზე გავრცელებული შემთხვევა ისევ არის მიდგომა, მშობლის მიდგომა შვილის მიმართ. მაგალითად მოვიდა, არ ვიცი, დასტრესილი ბავშვი სკოლიდან, შეიძლება ნაცემი, შეიძლება გაბრაზებული მეგობარზე, თქვა მან ცუდად მომიხსენია მეგობრების სტრესში და ასე შემდეგ და როგორც წესი, ხშირად არის ყოველ შემთხვევაში, როგორც წესი შეიძლება არ არის სწორი ნათქვამი, ხშირად არის შემთხვევა, როდესაც მშობლის დამოკიდებულება რომ ბავშვია გადაუვლის მეც ყოფილი ვარ მაგას აქში, მე რა მოხდა და აი ესეთი დამოკიდებულება, ანუ ერთხელ მოხდება შემთხვევა, ორჯერ მოხდება, სამჯერ მოხდება, ვერ მიიღებს ბავშვი მხარდაჭერას მშობლისგან ამ კუთხით, შემდეგ უკვე აღარ არეპორტებს, ასე ვთქვათ, ასეთი ტიპის შემთხვევებს ბავშვი მშობელთან, ხდება ასე ვთქვათ გულჩათხრობილი და შეიძლება პირიქით ასეთი ტიპის შემთხვევა გამოიწვიოს ის, რომ თვითონ გახდეს ეგრეთ წოდებული ბულერი და ის იყოს მოძალადის, ასე ვთქვათ, ამპლუაში. ხო, ხშირ შემთხვევაში შეიძლება და განსაკუთრებულ დღევანდელ დღეს ან ცნობიერების ნაკლებობა მშობლებში, თუ როგორ უნდა მოიქცენ ასეთ შემთხვევაში, ან უბრალოდ იმაზე მეტი პრობლემაა ოჯახში, ვიდრე კიბერბულინგი. სოციალური გაჭირვება, ის პრობლემა, რომ თქვათ სადვიშოო ის ორი კაპიკი, რომ თქვათ ოჯახი ვარჩინო და ასე შემდეგ, ანუ სოციალური თემა წონის ხშირ შემთხვევაში იმას, რომ იზრუნოს მშობელმა რეალურად და ყურადღება მიაქციოს ბავშვს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოც გარკვეულწილად თამაშობს როლს იმაში, რომ მშობელი არ არის მზად ბავშვს ისეთი ყურადღება მიაქციოს ამ კუთხით, იმიტომ რომ მას ყოფითი პრობლემები აქვს რეალურად მოსაგვარებელი. გარდა ამისა, პრინციპში, ხო, კიდე შეიძლება ჩვენმა თაობამაც ან ასე ვთქვათ, ცოტა უფრო დიდებმაც არ იცოდნენ სხვა ტიპის სოციალური ქსელების არსებობის შესახებ, არ იცოდნენ რისთვის არის, ხო? დარწმუნებული ვარ, ყველას ყავთ ერთი მეგობარი ან ცოტა უფრო ზრდასრული თაობის წარმომადგენელი, რომელმაც ვერ ისწავლა დღემდე, თქვა, თანამედროვე smartphone-ის გამოყენება, არ აქვს სოციალური ქსელი, უბრალოდ შეიძლება უჭირს SMS-ის დაწერა. თუმცა მას შვილი, რომელიც ძალიან თავისუფლად იყენებს ანალოგიურ პლატფორმებს, ხო? ძნელი არის, რომ ასეთ მშობელს მოსთხოვ ის, რომ გააკონტროლოს თუნდაც და იზრუნოს შვილის ცნობიერებაზე ციფრულ სივრცეში, იმიტომ რომ მას თვითონ არ აქვს ეს სკილები. ვინ უნდა იზრუნოს ზოგადად ამ სკილების შეძენაზე, ამ თვისებების გამომუშავებაზე საზოგადოებაში, თუ არა სახელმწიფომ და რა თქმა უნდა განათლების სისტემა. სკოლები, ერთ-ერთი პრობლემა ჩემი აზრით, რადგან პრაქტიკულად სკოლაში არ ისწავლება ის, თუ როგორ უნდა დაიცვას ბავშვმა თავი ციფრულ სივრცეში ბულინგისგან ან სხვა ტიპის მავნე ქმედებისგან და ჩემი შეფასებით მასწავლებლებმაც არ იციან თუ როგორ უნდა დაიცვან. ზოგადად არ შემხვედრია არც საჯარო და არც კერძო სკოლებში პროგრამა, რომელიც თუნდაც კვირაში ერთხელ 45 წუთით დაელაპარაკებოდა ბავშვს იმაზე თუ როგორ უნდა იყოს მოსწავლის ქცევა ციფრულ სივრცეში. ზუსტად არ მახსოვს საგნის დასახელება, მაგრამ ისწავლება ის თუ არ უნდა გადავიდეთ წითელზე. ნაგავი არ უნდა დავყაროთ ქუჩაში. მე და საზოგადოება ქვია თუ სწორად მახსოვს საგანს, მაგრამ ასეთი ტიპის სახელმძღვანელოებშიც არ არის თუ როგორ უნდა მოიქცეთ ციფრულ სივრცეში, ხო? მე თუ მკითხავთ ასეთი ტიპის ჩვევების გამომუშავება პირველ-მეორე კლასიდან შესაბამისი შეიძლება გაფორმებით ან შესაბამისი wording-ით კომუნიკაციის მასწავლებლის მხრიდან უნდა ხდებოდეს ბავშვებთან. ბატონო? პრაქტიკაში არ შემხვედრია, უბრალოდ მე თვითონ სამი შვილის მამა ვარ და მე ვიცი რომ ჩემს შვილებთან ასეთი ტიპის კომუნიკაცია არ ხდება. და როგორც აღარ ვახსენეთ, ანუ გამოძიება რთულია და შესაბამისად სამართალდამცავებიც ან ვერ იძიებენ, ან თავს არიდებენ იმას, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებების და ბულინგის შემთხვევების გამოძიება მოახერხო. რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როდესაც მისი შვილი არის მსხვერპლი, ხო? პირველ რიგში უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაცია შვილთან. არ არის სავალდებულო, რომ ბავშვი მაგალითად ფიზიკურად დაბულინგდეს სკოლაში ან ეზოში ან ასე შემდეგ, როგორც ვახსენეთ, ის შეიძლება დააბულინგონ სოციალურ მედიაშიც, სოციალურ ქსელში
და შესაბამისად მშობელს უნდა ჰქონდეს სწორი კომუნიკაცია ბავშვთან, მაგალითად ისეთი ფრაზებით, როგორც არის ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ონლაინ კონტაქტი. მაგრამ აი აქ უნდა დაიწყოს იმის ახსნა ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ონლაინ სივრცეში ნავიგაცია მისთვის. მაგალითისთვის ჩემი უფროსი შვილის შემთხვევაში, რომელიც 12 წლის არის, მისი მეგობრებისგან და თანასწორლებისგან განსხვავებით არ აქვს Facebook-ი. მასთან 2 წელია აქტიურად საუბრობ იმაზე, რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს Facebook-იდან, Messenger-დან და ასე შემდეგ. მისი კითხვა არის, რომ ჩემს თანაკლასელებს რო აქვს Facebook-ი, მე რატომ არ მაქვს. უბრალოდ მიმიწევს 40 წუთიანი, 1 საათიანი მისთვის გასაგებ ენაზე ლექციის ჩატარება, რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს, რა ზიანი შეიძლება მიიღოს მან იმით, რომ Facebook-ი აქვს, რომ იქ მისთვის არასაჭირო კონტენტი შეიძლება იყოს განთავსებული და ასე შემდეგ და ის იმ მომენტში იგებს. თუმცა რამდენიმე თვეში ამ ლექციის გამეორება მიწევს და მე ამას გავაკეთებ მანამ სანამ შევძლებ რომ დავაჯერო ის სოციალური ქსელების და იმ საფრთხეების შესახებ რაც ციფრულ სივრცეში შეიძლება იყოს. შეიძლება 14 წელს რო გახდება მე ვეღარ შევძლებ მისი დაჯერება და შეიძლება ის მზადაც იყოს იმისთვის რომ ფსიქოლოგიურად რომ თვითონვე ქონდეს უკვე ის ჰიგიენა, კიბერჰიგიენა, რომელიც სოციალურ მედიაში და ციფრულ სივრცეში შეიძლება მას დაჭირდეს. მაგრამ მე ვეცდები იქამდე სადამაც შევძლებ. 18 წლამდე ფაქტია რომ ვერ შევძლებ და არც იქნება ალბათ სწორი, მაგრამ ვეცდები რომ კომუნიკაციით ეს ჩვენები გამოუმუშაო და იგივეს გირჩევთ თქვენც. ისეთ ფრაზები როგორც არის თქვა შენ გაქვს უფლება იყო დაცული ინტერნეტშიც და თუ ვინმე ონლაინ ზიანს მოგაყენებს უნდა მითხრა და მოდი ერთად მოვაგვაროთ. ხო, ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ ბავშვმა არ უნდა იგრძნოს თავი მიტოვებულად მშობლისგან და აუცილებლად, როდესაც რაღაცა პრობლემა ხდება თანატოლებთან სოციალურ ქსელში, ციფრულ გარემოში მნიშვნელოვანია რომ ბავშვმა იგრძნოს თავი ასე ვთქვათ ჩვენთან ერთად, მშობლებთან ერთად. ხო, როცა ბულერი არის შვილი, ხო? მაგალითად ჩემს ბავშვობაში ხშირად და ეხლა შეიძლება შევხვდე ადამიანს, რომელიც ამაყობს იმით თუ როგორი მაგარი ბიჭი ყავს. როგორ დაჩაგრა თანატოლი, მამა გინაცვალოს და რაღაც ეგეთი ფრაზებით, ხო? ანუ პირიქით წამახალისებელი დამოკიდებულება იყო ყოველ შემთხვევაში ჩემ ბავშვობაში მშობლის მხრიდან, როდესაც წყალებში მოძალადე შვილი შეიძლება ყოლოდა. იმიტომ რომ მას მიაჩნდა რომ ის დომინანტი უნდა ყოფილიყო იმ საზოგადოებაში, სადაც ის იყო. ჩვენ ვიყავით თაობა, რომელმაც 90-იანები გამოვიარეთ და იქ მნიშვნელოვნად გარკვეულწილად თვით გადარჩენაზე შეიძლება ყოფილიყო საქმე, როდესაც თავის უბანში მაგალითად თანატოლი თუ დაგჩაგრავდა, მე შეიძლება საერთოდ ვეღარ ჩასულიყავი ეზოში და ასე შემდეგ, ხო? აქაც მნიშვნელოვანია, რომ თუ ამჩნევთ, რომ შვილი სხვაზე ძალადობს, არა აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად იქნება თუ სოციალურ მედიაში და ციფრულ გარემოში, მნიშვნელოვანია მიუთითოთ მას, რომ ის ისეთივე თანატოლი არის და ისეთივე უფლებები აქვს, როგორც სხვას აქვს უფლებები, მას ის მოიქცეს ისე, როგორც არ უნდა რომ მოექცნენ და ასე შემდეგ. ანუ ამ დროსაც მნიშვნელოვანია მშობლებს გქონდეს სწორი კომუნიკაცია ბავშვთან და ასეთი კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, მეც მიწევს ხოლმე ჩემ შვილებთან, როდესაც შეიძლება მათმა კლასელმა თავი, მაგალითად, გარიყულად იგრძნოს რამდენიმე ბავშვისგან, რომლებიც ერთად თამაშობდნენ და ითქვათ ის არ თამაშობდა. როდესაც ესეთი ინფორმაცია, თქვათ, მოდის ჩემთან იმ კლასელის, თანაკლასელის მშობლისგან მაგალითად, მე ჩემ შვილთებთან მაქვს კომუნიკაცია იმაზე, რომ ეს არასწორი საქციელია, ისინი მეგობრები არიან, რომ აბა მოდი დააყენე თავი მის ადგილზე, თქვათ, შენ რას იგრძნობდი და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაციები ჩვენ ბავშვებთან გქონდეს, მაშინაც კი, როდესაც ისინი ასე ბულერის როლში არიან. ო, სკოლის როლი რა შეიძლება იყოს? წეგან ვისაუბრეთ ამაზე. პირველ რიგში მასწავლებელი, დირექცია და მე ვისურვებდი, რომ როგორც საჯარო სკოლებს შეიძლება ისინი არიან მეტწილად დამოკიდებული განათლების სამინისტროსთან და გარკვეული პროგრამები სავალდებულო არის რომ მოდიოდეს სამინისტროს მხრიდან, კერძო სკოლები მეტნაკლებად უფრო შეიძლება თავისუფლები იყვნენ, მაგრამ პრინციპში დირექციას არავინ უშლის იმას, რომ შემეცნებითი კომუნიკაცია თუნდაც თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ მოახდინოს თქვათ ბავშვებთან, რაც თავისუფალი საათის ფორმატში იყოს, დერეფნებში გამოკლული შესაბამისი პოსტერები, რაღაც ვიდეო რგოლები და ასე შემდეგ, რომელთაც შეიძლება არა მარტო იმაზე, რომ სოციალურ მედიაში როგორ მოიქცეს და სოციალურ ქსელში და ციფრულ გარემოში როგორ მოიქცეს ბავშვი, არამედ იმაზე, როგორ იყოს სწორი მოქალაქე, როგორ ასე ვთქვათ,
ჰქონდეს ნაწესები არსებობს ზოგადად საზოგადოებაში იმისათვის რომ ხელი შეუწყოს მთლიანად განათლების სისტემამ სწორი მოქალაქის აღზრდას. როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები? ვასწავლოთ ის თუ რა საფრთხე შეიძლება ელოდეთ ციფრული სამყაროსგან, ხო? განვმარტეთ რისი გაზიარება შეიძლება იყოს საჯაროდ რეკომენდირებული და რისი არა. თუ მას თქვა Facebook-ი აქვს, პირობითად ან Instagram-ი აქვს, ასწავლეთ რა კონტენტის დადება არის რელევანტური, ის რომ თქვა არ დადოს სარკეში გადაღებული ნახევრად შიშველი ფოტო მისი თავის, ასე ვთქვათ, ასეთი კონტენტი არ დადოს. რაღაცა ინფორმაციას რო დებს, თუნდაც ეზოში მეგობრებთან ერთად სელფი გადაიღო და დაჩექინდა, ნუ დადებს ასეთი ტიპის ინფორმაციას საჯაროდ რეალურ დროში. რადგან ის შეიძლება წყარო გახდეს იმის, რომ ადამიანს ვისაც მათი დაშინება, შეურაცხყოფა უნდა, იცის რეალურ დროში სად იმყოფებოდეს ეს ბავშვი და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას პოსტავთ, როდის პოსტავთ, ეს პრინციპში ჩვენს გვეხება, მაგალითად წარმოიდგინოთ, რომ რა ვიცი, ხართ ნეაპოლში, სეირნობთ, რა ვიცი, მეუღლესთან ერთად, ოჯახთან ერთად და რეალურ დროში პოსტავთ იმას თუ სად იმყოფებით, როგორი გემრიელი სპაგეტი იყო, რა კარგი პიცა იყო და ასე შემდეგ. და ამ დროს შეიძლება ეს იყოს უკვე წყარო იმისა, რომ დაინტერესებულმა მწყარებში პირმა იცოდეს, რომ სახლში არავინ იმყოფება მაგალითად და ჩამოხვალთ იტალიის მოგზაურობიდან და აღმოაჩენთ, რომ ბინა გაკურდული დაგხვდათ, ხო? ანუ კი კარგია, შეიძლება და ქსიამოვნებს ბევრი ლაიქი, ბევრი გული, ვაუები და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი რომ დაუბრუნდებით საქართველოში, პირობითად მეერე დავპოსტოთ ესეთი თქვათ მოგზაურების სამსახველი კადრები და რეალურ დროში ნუ დავპოსტავთ და ნუ გავაგებინებთ ყველას სად ვიმყოფები და ის რომ თქვათ რაღაცა ჩემთვის მნიშვნელოვანი აქტივი ქონება და ასე შემდეგ შეიძლება დაუცველი იყოს. ხო, იყავით კარგი მაგალითი ბავშვისთვის, მაგალითად მე რომ სახლში მივალ, შეიძლება დავიწყე საუბრზე და დავიწყო ტელეფონის სკროლვა, ხო? როცა ბავშვი ამას ხედავს, რომ მამა მოვიდა, დაჯდა და სკროლავს, მასაც გაუჩნდება კითხვა, რომ შენ რო სკროლავ, მეც ხომ მინდა სკროლვა. ანუ ვეცადოთ და მე ჩემ თავში ვცდილობ და თქვენც ამას გირჩევთ, რომ ვიყოთ მაგალითი. შეიძლება დავსკროლო 9 საათი, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ წესებზე, რომ მოდი 9 საათის მერე მოდი ტელეფონები იყოს რაღაც თაროზე დადებული, არც ერთმა ხელი არ მოვკიდოთ, თუ არ დაგვირეკეს ან რაღაცა სასწრაფო საქმე არ გქონდა და ამით გარკვეულწილად მაგალითი ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის. ნუ და აქტიურად იყავით ჩართული მათ ასე ვთქვათ ცხოვრებაში, არა მხოლოდ ასე ვთქვათ ვიცოდეთ რა ინტერესებს, ბიძგი მივცეთ ასე ვთქვათ მათ ინტერესებს და ასე შემდეგ. ქცევის ნორმები. პირველ რიგში მოიქეცი ისე, როგორც გინდა რომ მოგექცენ. ანუ ეს არის ალბათ ყველაზე დიდი და სწორი მესიჯი, რომელიც შეიძლება ბავშვს ყველაზე ხშირად გაუმეოროთ. შემდეგი წესი შეიძლება იყოს ის, რომ რასაც პირისპირ არ ეტყოდი ადამიანს face to face, არ უთხრა ის ინტერნეტში, არ დააკომენტარო თუ ვერ გაბედავდი და არ ეტყოდი მას პირისპირ, ხო? ეგრეთ წოდებული კლავიატურის ლომები, მე უკვე ასე ვთქვათ, ასე იქმნება, რომლებიც ვერ ბედავენ ფიზიკურ სოციუმში თავისი აზრის გამოხატვას და რეალურად ასე ვთქვათ, ამ ბოღმას და დაგროვილებას მე უკვე სოციალურ მედიაში ანთხევენ. რამდენს ქონია შემთხვევა, როდესაც არც მეგობარი თუნდაც გემესიჯებათ და რაღაც ის უხერხული ფრაზა მოგწერათ და ბოლოს მოაყოლა სმაილი. რამდენს აღიქვათ, რადგან სმაილი მოყვა, ის აუცილებლად ხუმრობა იყო, ხო? მე პირადად მქონია შემთხვევა, როდესაც მეგობარმა რაღაც მომწერა და იმიტომ რომ იმან სმაილი მოაყოლა, მე ვერ აღვიქვი ის ხუმრობად, ხო? ანუ მე თუ ვერ აღვიქვი პირობითად ზრდასრულმა ბავშვმა მით უმეტეს შეიძლება ვერ აღიქვას. ამიტომ მნიშვნელოვანია და ემოციები არ იგრძნობა საერთოდ ხო ინტერნეტში და მნიშვნელოვანია რომ ბავშვთან კონდეს ეს კომუნიკაცია რომ რა შეიძლება აღიქვას მან სწორ ნათქვამად რა შეიძლება იყოს ხუმრობით ნათქვამი და ასე შემდეგ ჯობია რომ მან დააზუსტოს თუ რისი თქმა უნდა და თანატოლს და ასე შემდეგ და ასე გაარკვიოს მოკეთ ის ემოცია რომელიც შეიძლება წამოსულიყო იმ მესიჯიდან და ნუ არ გაავრცელოს ხების ფოტოები, პირადი ინფორმაცია და შეტყობინებები მათი ნებართვის გარეშე, რაც ალბათ ყველაზე მეტად გვიჭირს ჩვენც და მით უმეტეს ბავშვებსაც. ჩვენ მაგალითად გვაქვს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც გვეუბნება, რომ თითეული ჩვენგანის, ანუ ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემი უნდა იყოს სათანადოდ დაცული.
ეს კანონი ავალდებულებს მაგალითად კომპანიებს, რომ სათანადოდ დაიცვან ჩვენი პერსონალური ინფორმაცია, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მეილი, ტელეფონი და ასე შემდეგ. და მათ აქვთ ვალდებულება, რომ დაამუშავონ თქვათ მარტო ის მონაცემები, რომელიც მათ იმ მიზნისთვის ჭირდებათ, რომელიც აქვთ და მაგალითად ბანკმა არ დაამუშავოს მაგალითად ჩემი როგორც ცესხის ამღების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად, იმიტომ რომ მას არ ჭირდება და თქვათ ჯანმრთელობის ინფორმაცია შეიძლება ქონდეს მხოლოდ სადაზღვევოს ან სამედიცინო დაწესებულებას და სათანადოდ უნდა გამოიყენოს კიდე, სადაც საჭირო მარტო იქ გააგზავნოს, რამდენი ხანი საჭირო მარტო იმდენი ხანი შეინახოს და ასე შემდეგ. ნუ ანალოგიურად შეგვიძლია წესები დავაწესოთ ჩვენი შვილებისთვისაც, ის რომ ის თავის თანატოლს გადაუღებს მაგალითად უხერხულ სიტუაციაში ფოტოს და მერე ის სკოლის რაღაცა ჩატში, WhatsApp-ში ან Facebook-ზე დაპოსტავს, უნდა გქონდეს ჩვენ კომუნიკაცია, რომ ასეთი საქციელი არის არასწორი. და ის რომ მისთვის გაეკეთებინათ რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა მასზე, იგივე ასე ვთქვათ, ჭყალებში ტკივილი და უხერხულობა შეიძლება იღოს მისმა თანატოლმა. უსაფრთხოება სოციალურ ქსელში, ან ჩვენ რა შეგვიძლია რომ გავაკონტროლოთ და რაზე შეგვიძლია რომ კიდევ ვესაუბროთ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხო? თანამედროვე სოციალურ ქსელებს, როგორიც არის თქვათ, რომ Facebook-ი, Google-ის პლატფორმები, Meta-ს პლატფორმები, ყველას აქვს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს ეგრეთ წოდებული ორდონიანი აუთენტიფიკაციის მექანიზმი, ანუ two-factor authentication. რას გულისხმობს ეს? ანუ სისტემაში შესulis დროს username-ის გარდა ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება პაროლი, მაგრამ 2FA არის ის რომ ჩვენ პაროლის გარდა კიდე რაღაც გვჭირდება. ანუ პაროლი მარტო საკმარისი არ არის სისტემაში სრულყოფილი ავტორიზაციისთვის, ანუ შესულისთვის, ხო? ეს რაღაცა შეიძლება იყოს ერთჯერადი SMS კოდი, რომელიც მოგდის ტელეფონზე, შეიძლება იყოს სხვადასხვა აპლიკაციით დაგენერირებული დროებითი 6 ნიშნა ან 4 ნიშნა ციფრების ან სიმბოლოების ერთობლიობა, რომელსაც პაროლის მერე დამატებით შევიყვანთ და ამის მერე მოვახდენთ სისტემაში სრულყოფილ შესვლას, ხო? მნიშვნელოვანია რომ თუ ჩვენი შვილი იყენებს სხვადასხვა ტიპის სოციალურ პლატფორმას, აუხსნათ მას და დავწმუნდეთ რომ ეს ფუნქციონალი მასთან გააქტიურებული არის. რადგან თუ მისი პაროლის, ასე ვთქვათ, კომპრომეტირება მოხდა, ანუ სხვამ ჩაიგდო ხელში მისი პაროლი, მისი სახელით შეიძლება ისეთი ინფორმაცია დაპოსტოს, ისეთი ინფორმაცია მიწეროს მის მეგობრებს, რომ მასზე ამან ძალიან უარყოფითი გავლენა იქონიოს. არ მიუთითოთ დაბადების თარიღი და სხვა პირადი ინფორმაცია, ეს არა მარტო ბავშვებს ეხება, არამედ პრინციპში თითოეულ ჩვენგანსაც. საჯაროდ ნუ გექნებათ სოციალურ ქსელში, როდის გაქვთ დაბადების დღე, რამდენი წლის ხართ და ასე შემდეგ. ბავშვისთვის ეს განსაკუთრებით მოწყვლადი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თუ თქვათ მას აქვს სოციალური ქსელი, მაგალითად Facebook-ი და არის მეგობრებში ყავს მისთვის უცნობი არის მამაკაცი მაგალითად ზრდასრული, მას შეიძლება მარტივად ქონდეს ინფორმაცია თუ რამდენი წლის ხდება ბავშვი, როდის აქვს დაბადების დღე და ამ ფაქტებთან დაკავშირებით მასთან ასე ვთქვათ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დაიწყოს და ასე ვთქვათ შევიდეს მასთან სოციალურ ურთიერთობაში. ასწავლეთ როგორ დაბლოკოს მისთვის არასაჭირო და დაარეპორტოს არასაჭირო მომხმარებლები და ასე ვთქვათ კონტენტი და გაითვალისწინეთ, მიღებულია დღეს პრაქტიკით, რომ 13 წელი არის მინიმალური ზღვარი, როდესაც შეიძლება რომ ასე ვთქვათ ბავშვი შეიძლება ქონდეს ასეთი ტიპის განსხვავებული ტიპის არაკონტროლირებად ასე ვთქვათ კონტენტზე წვდომა. მაგალითად, თუ თქვენ მას აძლევთ YouTube-ზე წვდომას, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ის, რომ რა ასაკობრივი რეინჯში ნახოს მან ვიდეო კონტენტი YouTube-ზე და მას არ ქონდეს შესაძლებლობა, რომ ნახოს ისეთი ტიპის კონტენტი, როგორ აჭრის მაგალითად სერიალი ტერორისტი, რაღაცა ტყვეს თავს, ხო, მაგალითად ასეთი ტიპის კონტენტი მას არ ამოუგდოს. ასწავლეთ ის, რომ არ დაეთანხმოს უცნობების მეგობრობის მოთხოვნას. შენ შემთხვევაში შეიძლება ბავშვს უხაროდეს, რომ ბევრი friend request-ი მოდის სხვა სოციალურ ქსელში და ეს საერთოდ შეიძლება არ იყოს კარგი მისთვის. გამორთეთ ლოკაციის გაზიარება და აკონტროლოთ ის, თუ რა აპლიკაციებს აინსტალირებს ბავშვი ტელეფონში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მან შეიძლება დააინსტალიროს გარკვეული ტიპის აპლიკაცია, სხვადასხვა ტიპის თამაში უკონტროლოთ, რომელიც სხვადასხვა ტიპის რესურსზე ითხოვს წვდომას. შეიძლება მას ასევე გქონდეს წვდომა იმაზე, თუ სად გადაადგილდება ბავშვი და მიდევნება გააკეთოს ჩვენთვის არასასურველმა პირმა ჩვენ შვილზე მობილური ტელეფონის გამოყენებით, როდესაც ის ასე ვთქვათ ლოკაციაზე რეალურ დროში ჩართული აქვს. და სტანდარტულად დაყენებული გქონდეს პარამეტრები privacy, ანუ რაც შეიძლება დამალული იყოს ის ინფორმაცია. ჩვენც გვიხარია ის, რომ სხვადასხვა ტიპის სასიხარულო კონტენტს თუნდაც პოსტავთ
Facebook-ზე ან ინფორმაციას თუნდაც ჩვენ შესახებ და გვიხარია როგორც აღნიშნე საზოგადოებისგან დადებითი ემოციების წამოსვა და მით უმეტეს უხარია ბავშვს. თუმცა მნიშვნელოვანია რომ როგორც ჩვენს ციფრულ გარემოში ისე ბავშვთანაც კონდეს კომუნიკაცია იმაზე რომ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ეს და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ მხოლოდ ის ვიწრო წრე ნახულობდეს ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და შეიძლება სენსიტიურიც იყოს რომელიც რეალურად დამეგობრებული ყავს. ვისაც სკოლის მოსწავლეები ყავს და რეალურად იდენტიფიცირებას გავაკეთებთ რომ კიბერბულინგი შეიძლება სკოლის გარემოში გახდეს ბავშვი არ ტეხავს ის რომ ამის შესახებ ინფორმაცია დავარეპორტოთ. როგორც წესი, ჩემ თაობასაც, ჩემ მშობლების თაობასაც წყალებში უთყდება ის რომ თუნდაც სხვას გაანდოს ის რომ მისი შვილი შეიძლება ბულინგის მსხვერპლი გახდეს. ბოლოს მინდა ვისაუბრო წეგან ნახსენები ეგრეთ წოდებული parental control-ებზე, ანუ ტექნიკურ საშუალებებზე, როგორ შეიძლება მოწყობილობა ზემოთ ნახსენები წეგან ვახსენეთ რომ მნიშვნელოვანია რომ შევთანხმდეთ შვილთან ქცევაზე, წესებზე, რა წესები შეიძლება გქონდეს, ის რომ მაგალითად 12 საათის მერე ან 10 საათის მერე საღამოს მოდი ტელეფონი არ გამოვიყენოთ საერთოდ. დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათი გამოვიყენოთ ტელეფონი, ხო? YouTube-ზე მაგალითად 30 წუთზე მეტი არ გქონდეს დღის განმავლობაში წვდომა. არ ვიცი, თუნდაც იმ Roblox-ის თამაშს თუ თამაშობს ბავშვი, ვთქვათ, შევთანხმდეთ რომ Roblox მოდი 40 წუთზე მეტი დღის განმავლობაში ვითამაშებ და ასე შემდეგ. ეს არის შეიძლება იყოს ჯენტლმენური შეთანხმება, ხელი ჩამოვართვით, შეიძლება რამდენჯერმე გავაკონტროლე და ხან იცავს წესებს, ხან არ იცავს, მაგრამ რეალურად ეს პროგრამული უზრუნველყოფები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რეალურად რაზეც შევთანხმდით, ის ტექნიკურად აღვასრულოთ. მაგალითად, თუ ჩვენც და ჩვენი შვილიც ვიყენებთ Android-ის ტელეფონს, მარტივი უფასო აპლიკაცია, ასე ვთქვათ, Family Link-ი, Google-ის პროდუქტი, რომელშიც ბავშვი რითაც ავტორიზაციას გადის, ასე ვთქვათ, ტელეფონში, მას აქვს Gmail-ის აკაუნთი აუცილებლად. მნიშვნელოვანია თქვენ შექმნათ ეს აკაუნთი, თქვენ დაადოთ რთული პაროლი, ჩაურთოთ ზემოთ ნახსენები ორდონიანი აუთენტიფიკაციის მექანიზმი, მიუთითოთ ასაკი და მიუთითოთ რომ მისი მშობელი თქვენ ხართ. ეს რას გვაძლევს მე ხო, ანუ ამ აპლიკაციის, ანუ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ, მართვის პანელი ჩვენს ტელეფონში, ხოლო ეს აგენტები, ასე ვთქვათ, რომელთაც შეგვიძლია რომ შვილების მობილური ტელეფონები მართოთ, უკვე მათ ტელეფონებშია დაინსტალირებული. თუ მაგალითად ბავშვი გადმოწეს რაღაც ახალ თამაშს მის ტელეფონში ან აპლიკაციაში, ის ვერ დაინსტალირებს, სანამ ჩვენი ტელეფონიდან მიბართვას არ მივცემთ. ჩვენ ასევე შეგვიძლია ამ აპლიკაციების მეშვეობით ვაკონტროლოთ ის თუ დღის განმავლობაში რამდენი საათი გამოიყენოს. შეგვიძლია ვაკონტროლოთ ის რომ საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე მაგალითად ტელეფონი გადავიდეს გათიშვის მოუდში, ანუ მარტო შეიძლებაოდეს გარეკვა, SMS-ების მიღება და ასე შემდეგ და ვერ შედიოდეს ინტერნეტში, ვერ ხსნიდეს სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებს და ასე შემდეგ. შეგვიძლია დავაყენოთ ის რომ დღის განმავლობაში მარტო 2 საათი შეიძლება იყოს აქტიური ტელეფონი და სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებს წეგან ნახსენები, ასე ვთქვათ, დროითი შეზღუდვები შეგვიძლია დავუყენოთ. გარდა ამისა, ამ აპლიკაციებიდან შეგვიძლია დავაყენოთ ისეთი ტიპის შეზღუდვები, როგორც არის მაგალითად რა ტიპის ვებგვერდები გაიხსნას ან არ გაიხსნას. ხო, პირობითად Google-ის ლოგიკაში ჩადებული არის ის, რომ რა არის 18+ ტიპის კონტენტი, რა არის 13+ ასაკის კონტენტი და ასე შემდეგ, როდესაც მიუთითებ, რომ 12 წლის შვილმა არ ნახოს 13+ ტიპის კონტენტი, უბრალოდ დაუბლოკავს მას ტელეფონი, რომელი ინტერნეტი და რომელი ქსელიდანაც არ უნდა შედიოდეს. და ბოლოს ქართულ კანონმდებლობაში გვაქვს რომ სოციალურ ქსელში მიდევნება, თვალთვალი, თუნდაც ბულინგი, სხვადასხვა მუხლით ისჯება, მათ შორის თქვათ არის 150 სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლში არის თქვათ მუქარა, მისი პრიმა 1 მუხლში არის თქვათ ადევნების ნაწილი, რომელიც ასევე შეიძლება თავისუფლად გამოიყენებოდეს ციფრულ გარემოში, როდესაც თუნდაც არ ვიცი გააქვს სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ბავშვის ტელეფონზე წდომა იმ კუთხით რომ ნახულობდე სად იმყოფება და თქვა რა მარშრუტით გადაადგილდება, თუნდაც იძულება, როდესაც სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ბავშვი შეიძლება ვაიძულოთ ის რომ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია გაგვიმჟღავნოს, სხვადასხვა ტიპის ფოტოები ან მშობლების შესახებ ინფორმაცია გამოვძალოთ და ასე შემდეგ, მოკლედ ესეთი ტიპის ხო პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამჟღავნება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იჯდება სისხლის სამართლის ასე ვთქვათ კოდექსით და პოტენციურად ჩვენ შეგვიძლია რომ
ანუ ჩვენ გვეცოდინება ის, რომ თუ თუნდაც ჩვენი შვილი გახდა მსხვერპლი, მას და ასე ვთქვათ, მეტი არაფერი შეგვიძლია, მოკლედ სამართალდამცავები დაგვეხმარონ იმაში, რომ ამის აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით მოხდეს. კიბერბულინგი არ არის უბრალოდ ონლაინ ხუმრობა, ის აზიანებს რეალურ ცხოვრებას და შენ შემთხვევაში შეიძლება უფრო ფატალურიც იყოს, ვიდრე ასე ვთქვათ, ფიზიკური ბულინგი. დედმამა მასწავლებელი მოსწავლე ერთად უნდა ქმნიდნენ უსაფრთხო ონლაინ სივრცეს და აქ მნიშვნელოვანი იქნება დავამატებული კიდე სახელმწიფოსაც. და როცა ერთი ბავშვი დუმს, ასე ვთქვათ, მეორე შეიძლება კარგავდეს იმედს. ანუ მნიშვნელოვანია თუ კიბერბულინგის ან ზოგადად ბულინგის ან დანაშაულის ნიშნები შემომჩნიეთ, დროულად მოახდინოთ მის დარეპორტება და ეს არ არის ჩაშვება, არ წეხავს. როდესაც ვხედავთ, რომ თანატოლს მეგობარს ვიღაცა ჩაგრავს, მნიშვნელოვანია რომ ეს სადღაც მასწავლებელს უთხრათ, მშობელს უთხრათ, დირექტორს უთხრათ, ან უფროს მეგობარს უთხრათ იმისათვის, რომ ესეთი ტიპის ასე ვთქვათ დანაშაული და ძალადობა იყოს დროულად აღკვეთილი. მადლობა, დღეს ჩემი ლექცია ამით შემოიფარგლა, იმედმოთ ხვები ან მოსაზრებები გექნებით. აფერი მადლობა დიდი დასწრებისთვის. გელოდებით ასევე ხვალს, მაზეგ მთელი კვირა ყოველ დღე ვაორგანიზებთ ჩვენ ლექციებს. ასევე გთხოვთ, რომ გამოყოთ სოციალურ ქსელებში საპროტესტო აუდიტორია, ასე გვაწერია Facebook-ზე, Protest Auditorium, Instagram-ზე და TikTok-ზე. მადლობა.